ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოსა და სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა გრძელვადიანი პროექტი ახალგაზრდებისთვის. მასში ჩართული არიან ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ბავშვები. მათ შორის გალში მცხოვრები ახალგაზრდებიც. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მოზარდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას შეხვდნენ. მე მინდა ვუსურვო ყველას ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრება, ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზებთან მიმართებაში არის ის გზავნილი და სწორი გზავნილი, რომელიც დაგვაახლოებს მომდევნო ეტაპებზე, იქნება უფრო მეტი ჩართულობა სხვა ბავშვების, სხვა სოფლებიდან, სხვა რაიონებიდან და გვექნება ძლავრი მოძრაობა, რომელსაც ახალგაზრდობა ჩაუდგება სათავეში და ახალგაზრდობა ყველაფერს შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ჩვენმა თაობამ ვერ შეძლო და დაწუნებული ვარ ის უკეთესი მომავალი იქნება. პროექტის მთავარი მიზანია მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ჩართულობა ისეთ პროცესებში, რომელიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას ემსახურება. ასევე გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. ეს პროექტი შემადგენელია დიდი პროექტისას, რომელიც მოიცავს როგორც პანკისის ხეობის, ასევე გორის მიმდებარე ტერიტორიების სამაჩაბლოს და ასე შემდეგ საზღვრისპირა რეგიონების ახალგაზრდების ჩართულობას და ყველაზე მთავარი მიზანია სამოქალაქო შერიგების პროპაგანდა. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ დედაქალაქს და მის ღირსშესანიშნაობებს. მიზანი, რისთვისაც ეს პროექტი გაკეთა, ნდობის შენებლობა იყო ამ ორ მხარეს შორის. რაც მე მგონი გარკვეულწილად გამოვიდა. სამოქალაქო აქტივიზმზე იყო საუბარი, მოქალაქეობრივ მოვალეობებზე იყო საუბარი და ზოგადად როგორ არის აფხაზეთში ეს ყოველივე აფხაზეთი ამ კუთხით გავიცანით. პირველი და მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო, რომ ეს ბავშვები დავინახეთ, ის ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის მიწა-წყალზე დღესაც ცხოვრობენ. ამ პროექტმა შეძლო აფხაზეთის მთავრობასთან ერთად დაძლია ეს ყოველივე დაბრკოლება და ეს ბავშვები გადმოიყვანა აქეთ და ეს იყო საოცრებად. ბავშვებს არ უნდათ წასვლა იცით როგორი აცრემლიანებული თვალებით. მივხვდით იმისა, რომ სახლში წასვლა უნდათ საზღვართან დედა-მამა ელოდება და უნდა გადაკვეთო, ხო, როგორია 7 საათამდე, მაგრამ მაინც რო წასვლა არ უნდა და აქ რო უნდა დარჩება. ძალიან ყვაყოფილები არიან და დიდ მადლობას ვუხდიან ბავშვთა და მე პირადად ვუხდი მათ სახელით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს დიდ მადლობას და აფხაზეთის მთავრობას ვუხდი ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ მოგცა ესეთი შესაძლებლობა. პროექტის საწყის ეტაპზე დევნილი ახალგაზრდები ზუგდიდში გამართულ ტრენინგებს ესწრებოდნენ. შემდეგ კი უკვე თბილისში სპეციალურად მათთვის კულტურულ-შემეცნებითი ტურები მოეწყო.